საქართველოს სტრატეგიული როლი ციფრულ განვითარებაში. ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ადგილის კომუნიკაციების კომისიის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის, ასევე Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ქცევის შესაძლებლობას. სტეფან ნელსონმა აღნიშნა, რომ წელს Starlink-ისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ძალისხმევით საინტერესო პროექტებია მოსალოდნელი. საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს. კომკომის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ კავშირზე. ახლა კი გაგიზიარებთ იმის მაგალითებს, თუ როგორ ხდება კომკომის მარეგულირებელი ხედვისა და Starlink-ის ტექნოლოგიების ერთობლიობით საქართველოში ციფრული დერეფნების შექმნა. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა აწლეულების განმავლობაში იზრალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მეგაბაიტ-წამს სიჩქარის 20 წამამდე დაყოვნების ინტერნეტი. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის, სტრატეგიული ლოკაციის, კომკომის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიების შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. კომკომთან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება.